94-44-ის წინააღმდეგ ასე გადანაწილდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ხმები იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც რუს დეპუტატებს ეხება. ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე შვეიცარიელმა დეპუტატმა ფილიპ ლომბარდმა დააყენა. მან მოითხოვა, რომ იმ დეპუტატებს, რომელთა მიმართაც ევროკავშირის ტერიტორიაზე სანქციები მოქმედებდა, ეუთოს ღონისძიებებზე დასწრების უფლება ჰქონდეთ. უსუპაშვილმა გახსნის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ქვეყნებთან, ხალხთან და კონფლიქტის მხარესთან. კონფლიქტის მხარესთან დიალოგი ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ვითხოვთ, რომ ასამბლეის 57 წევრი სარგებლობდეს იმ უფლებით, რომელიც გულისხმობს სიტყვით გამოსვლის, მოსმენის, შეხვედრის უფლებას. რადგან ჩვენი პარლამენტარების მიზანია ხანდახან გადავარწმუნოთ სხვები იმ შემთხვევაში, თუ უკეთესი არგუმენტები გვაქვს. ჩვენ არ გამოვდივართ ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ვითხოვთ დავიცვათ ჩვენთვის ღირებული პრინციპები. საერთაშორისო საზოგადოებაში სანქციები გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა უკანონო ქმედებებზე რეაქცია, როდესაც ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა ხდება, როცა საერთაშორისო უსაფრთხოებას და მშვიდობას საფრთხე ემუქრება. დარწმუნებული ვართ, რომ რუსი პირებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციები მშვიდობიან მიზნებს ისახავს, რომელიც მზარდი რუსული აგრესიის ფონზე დამყარებულია საერთაშორისო ნორმების დასაცავად. ახლა ჩვენ სანქციები მხოლოდ მცირე რაოდენობის პარლამენტარების მიმართ გვაქვს დაწესებული სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები. ამ რეზოლუციის მიღება ნიშნავს, რომ ეს ადამიანები შეძლებენ თავისუფლად მგზავრობას, ღონისძიებაში მონაწილეობას და გააგრძელებენ ეუთოს პრინციპების დარღვევას.